მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დღეს გეტყვით ძალიან საინტერესო ინფორმაციას თუ როგორ გვეხმარება ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენი პრობლემის მოგვარებაში და ასევე რას ნიშნავს მეორადი სარგებელი, რომლის წყალობითაც ადამიანს არ სურს თავისი პრობლემის მოგვარება მიუხედავად იმისა, რომ შველას ითხოვს. როგორც იცით, ქვეცნობიერი არის ჩვენი გონების ის ნაწილი, რომელშიც ინახება ყველაფერი ჩვენს შესახებ, დაწყებული დედის მუცლიდან, როდესაც პატარა ნაყოფი ვიყავით, დამთავრებული დღევანდელ დღემდე. არა მარტო დანახული, ასევე მოსმენელი, ნებისმიერი გზნობა, ემოცია, შთაგონება, ქვეცნობიერი არის ჩვენი ბირთვი, ჩვენი ცენტრი. ჩვენ ვართ ზუსტად ისეთები, როგორი პროგრამებით ჩაგვინერგეს თავში აღზრდის პროცესში და ასევე რა შთაგონებებიც მივიღეთ საკუთარ თავს. ქვეცნობიერის მთავარი დავალებაა დაგვიცვას ჩვენ ნებისმიერ ფასად და ძალიან ხშირად ეს ნებისმიერ ფასად არის ძალიან რთული და მტკივნეული ჩვენთვის. აგიხსნით ყველაფერს მაგალითებს. ავიღოთ მწველი მამაკაცი. 90% მოწევას იწყებს ადრეულ ასაკში და ერთი შეხედვით მხოლოდ იმიტომ, რომ მის ირგვლივ ყველა ეწევა. სინამდვილეში კი ის ყველა არის მისი მეგობრები, თანატოლები, ავტორიტეტები, უფროსი ადამიანების სახით და ხშირად ასევე მშობლებიც. მოზარდობის პერიოდში დგება მომენტი, როდესაც ვსაჭიროებთ უსაფრთხოების განცდას, რომელსაც ჩვენი მშობლები ხშირად უკვე ვეღარ ახერხებენ. როცა სოციუმში გავდივართ, როცა მოზარდობის ასაკში დიდ სირთულეებს ხვდებით. იმ დროს მოწევის დაწყების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გვინდა გავხდეთ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან. ვინც ეწევიან, ვინც ავტორიტეტად მიგვაჩნია, ვისაც ვბაძავთ და ვისაც გვინდა რომ დავემსგავსოთ. და ზუსტად იქ ვეძებთ ამ უსაფრთხოებას მათ გვერდით. ასევე იმასაც კარგად ვგებულობთ, რომ თუ მწველების გუნდში მიგვიღებენ, ჩვენ უფრო მართიანები გავხდებით, მიგვიღებენ და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს. ეს ძალიან ხშირად ხდება გაუცნობიერებლად. 99% ადამიანები, ვინც პირველად ნაპას ორდღამს სიგარეტს ეყვა და იხჩობა. აშკარად გებულობს, რომ რაღაცას სასიზღრობას ეწევა, რომ მავნებელია, ჯანმრთელობას აფუჭებს, მაგრამ იმ დროს უსაფრთხოების შეგრძნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი. დავიწყებთ მოწევას, გავხდებით სოციუმში მიღებული ადამიანი, დავეკმაყოფილებთ ზუსტად იმ უსაფრთხოების განცდას. ხოლო რაც მთავარია, ჩვენს ქვეცნობიერში ჩაიწერა ესეთი პროგრამა. მოწევა უდრის უსაფრთხოებას. ხოლო როცა სიგარეტი არ გვაქვს, ან მცდელობა გვაქვს, რომ თავი დავანებეთ, იმ დროს ზუსტად ჩვენი ქვეცნობიერი გვაძლევს სიგნალს განგაშის სახით და გვაფრთხილებს, რომ არ დაგვავიწყდეს სიგარეტის მოწევა. ანუ მის გარეშე ის ისევ საფრთხეს ხედავს. მნიშვნელოვანი ჩამატება. ქვეცნობიერში რა პროგრამაც არის, ის ყველა პლუსის ნიშნითაა. იმ ყველაფერს ჩვენი ქვეცნობიერი თვლის, როგორც ჩვენთვის სასარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავს ვიზიანებდეთ, როგორც სიგარეტის მოწევის დროს, როცა შხამს ვიღებთ ნიკოტინის სახით. კიდევ უფრო ნათელი მაგალითი ჩემი პრაქტიკიდან, ეს იყო 10-11 წლის ბავშვი, გარკვეული მიზეზების გამო სკოლაში დიდი ხნით არ ყოფნის შემდეგ ბრუნდება და გაიგებს, რომ მეორე დღეს ტარდება დიდი ღონისძიება, რომელშიც თვითონ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასწავლი აქვს საკმაოდ დიდი ტექსტი ერთ დღეში. ჩათვალა, რომ ამის სწავლას ვერ მოასწრებდა, სახლშიც დედას არაფერი უთხრა, იმიტომ რომ გადაწყვიტა, რომ აზრი არ აქვს, დედა მაინც გაუშვებს სკოლაში და აღმოჩნდა ძალიან დიდი დილემის წინაშე. იცის, რომ მოუმზადებელი ვერ წავა. იქ შერცხვება, რომ არაფერი იცოდინება და ძალიან განიცდის ამ ყველაფერს. ამ დროს კი ქვეცნობიერი მიხვდა. ცნობიერ გონებას ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია. განვიცადოთ სირცხვილი, ეს აუტანელი იქნება, ვერ გავუძლებთ. ამიტომ მიიღებს საკუთარ თავზე ზუსტად აი ამ პრობლემის მოგვარებას. და აბა თუ გამოიცნობთ როგორ. გახდება ავად. თავისი მაღალი ტემპერატურით, თავისი ტკივილით და ასე შემდეგ. როგორც კი დედამ ნახა დილას რომ ავად იყო, რა თქმა უნდა, სკოლაში არ გაუშვა და დარჩა სახლში. იცით რამდენი ხანი გაგრძელდა ეს ავადმყოფობა? მხოლოდ ნახევარი დღე. დღის მეორე ნახევარში იყო ჯანმრთელი, თითქოს არც არაფერი სჭირდა დილით. აი ესეთი წესით გადაწყვიტა ქვეცნობიერმა დახმარება, ავად გახდომით. შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ რა დახმარება კი ეს არისო, მაგრამ დაუკვირდით, მან პრობლემა გადაჭრა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა შერცხვენის. ამ ყველაფერს ასწდა. ხოლო ეს ავადმყოფობით მოაგვარა თუ სხვაგვარად მოხდა ეს ყველაფერი, ეს უკვე მისი საქმე არ არის. გამომდინარე აქედან მოგცევთ რჩევას. არ მეიყვანოთ საქმე იქამდე, რომ ქვეცნობიერმა თვითონ გადაწყვეტოს თქვენი პრობლემა. ყველა პრობლემა გადაწყვეტეთ ცნობიერი საშუალებით, ლოგიკით, აზროვნებით და ქმედებით. ასევეა ფობიების, თუნდაც ანორექსია, თუნდაც ბულიმიის დროს. ფობიების დროს, როცა რამის გვეშინია და ჩვენმა ქვეცნობიერმა იცის, რომ იქ თავს ცუდად ვიგრძნობთ, შიშის სახით არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ იმას მიუახლოვდეთ, რაც გვაშინებს. აი ეს არის ზუსტად დაცვითი მექანიზმი. ასევე ბულიმიის დროს, ან ანორექსიის დროს, საკუთარი ან გარედან მოსული სიტყვები, რომელიც როგორც შთაგონება, ისე მივიღეთ ჩვენს სხეულთან დაკავშირებით.
ან საერთოდ შეიძლება იყოს ეს წარსულის ტრამვები, სადაც სიმსუქნის დროს ბულინგის მსხვერპლი იყო ადამიანი, დასცინობდნენ, მარტოობით ემუქრებოდნენ. მაგალითად იყო პრაქტიკაში, როდესაც მშობლები ბავშვობაში ესე ემუქრებოდნენ, ესეც სუქანს ვინ მოგიყვანს ცოლად, დარჩევი გაუთხოვარი მარტო და ასეთი მიზეზი შეიძლება კიდევ იყოს ძალიან ბევრი. და ამ ყველა პრობლემას თუ დიდი ხანი ვერ ვაგვარეთ ცნობიერის დახმარებით და ცხოვრება აუტანელი ხდება. შემდეგ კი იძულებულია ქვეცნობიერი და ერთვება ზუსტად ის, რომ გადაწყვიტოს ეს პრობლემა. და გადაწყვეტს ასე, რომ საჭმელი საერთოდ აღარ მიიღოს, რასაც ხალხი ანორექსიამდე მიხავს. ქვეცნობიერმა არ იცის რა არის ანორექსია, მან უბრალოდ გადაწყვეტა პრობლემა. ის უკვე აღარ არის მსუქანი, აღარ დასცინიან და ცხოვრებას დაალაგდა. ან თუნდაც ბულიმია. ადამიანი შეგნებულად უკვე მიღებულ საკვებს იღებს, იმიტომ რომ არ გასუქდეს. ჭამს ისე როგორც უნდა, რამდენიც უნდა, როგორც კი მორჩება, წავა და გულს აირევს. ჭამა ყველას უნდა, მაგრამ გასუქება და ისევ გაუსაზრდით მდგომარეობაში დაბრუნება კი არავის. ამას ყველაფერს აკეთებს ქვეცნობიერში შენახული დაცვითი პროგრამა, რომელშიც წერია სიმსუქნე უდრის დაცინვას, ლანძღვას და სიმარტოვეს. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩემი პრაქტიკიდან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელთაც ჰქონდათ ბევრი უშედეგო მცდელობა ბავშვის გაჩენის და იყო მცდელობა ასევე ხელოვნური განაყოფიერებითაც და ბოლოს როგორც იქნა ხელოვნური განაყოფიერებით დაორსულებული, მაგრამ რამოდენიმე კვირაში შეწყვეტილი ორსულება. და რა აღმოჩნდა მთავარი მიზეზი. ეს იყო დედის შიშები იმაზე, რომ ვერ შეძლებს ბავშვის უზრუნველ ცხოვრებას, საჭირო ყურადღებას, მის რჩენას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. და თერაპიის დროს გამოჩნდა ყველა ეს შიშები, რაც ჰქონდა მას დაგროვილი მისი ბავშვობიდან გამომდინარე. თვითონ ჰქონდა ძალიან მძიმე ბავშვობა, გამოვლილი დიდი სიძულჭირე, ომი და იმდენად დიდი იყო მისი შიშები, რომ ვერ შეძლებდა ბავშვის ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფას. და თვითონაც ვერ წყვეტდა ამ პრობლემას ცნობიერის დონეზე. იზოლებული გახდა ისევ ჩართული იყო ჩვენი ქვეცნობიერი გონება, რომ დაურსულება არ მოხდარიყო, ან შეწყვეტილიყო. ხოლო როცა უკვე მისი ყველა შიშები დავამუშავეთ და გავაქრეთ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მათ უნდოდა. არიან პატარა ბავშვის მშობლები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ქვეცნობიერის დავალება ნებისმიერ ფასად ჩვენ დაგვიცვას და დაგვეხმაროს. ამიტომ ჩემო კარგებო, თქვენი პრობლემები გადაწყვეტეთ ცნობიერი გონების დონეზე. არ მეიყვანოთ საქმე ისე მძიმედ, რომ ქვეცნობიერი ჩაერიოს, თორემ მისი ჩარევა ხშირად არ არის მისაღები ჩვენთვის. ახლა გეტყვით ყველაზე საინტერესოს, რას ნიშნავს მეორადი სარგებელი და მისი წყალობი, თუ რატომ ვერ აგვარებს ადამიანი მის პრობლემას, როცა პრობლემის მოგვარება ერთი შეხედვით ძალიან ძლიერ უნდა. მეორადი სარგებელი ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ფსიქოთერაპიაში და ნიშნავს იმ დამატებით არაპირდაპირ სარგებელს, რომელსაც ადამიანი იღებს საკუთარი სიმპტომების, დაავადების ან რთული მდგომარეობის გამო. აქაც გეტყვით მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან, კლიენტი, რომელსაც აქვს მეტყველების პრობლემა და ბავშვობიდან ძალიან ძლიერ ებმა ენა. ის იყო უკვე დაოჯახებული, დასაქმებული კარგ კომპანიაში, კარგი სპეციალისტი და დავიწყეთ მუშაობა, ჩავატარეთ 3-4 სეანსი და შედეგი არ გვაქვს არანაირი. თან საინტერესო ის არის, რომ სეანსის მსვლელობის დროს მისი ენის პრობლემა მომენტალურად ქრებოდა. როგორც სპეციალისტი ვიცოდი, რომ თვითონ სეანსი იდეალურად მიდიოდა. როცა უკვე ვიცოდი, რომ შედეგი უნდა ყოფილიყო 100%-იანი. ვიცოდი რა თქმა უნდა მეორადი სარგებლის შესახებ და როცა დავიწყე ჩაკითხვა და ასე რომ ვთქვათ გამოძიება ამ საქმეს, აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მის პრობლემას მოაგვარებს, სამსახურში მოუწევდა მივლინებებში წასვლა, პრეზენტაციების წარდგენა, დიდი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ოჯახის ხშირად დატოვება და ასე შემდეგ. მის ქვეცნობიერში ის უფრო მტკივნეული და აუტანელი იქნებოდა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, ვიდრე ენის შეშლა, რომელი პრობლემითაც ჩემთან მოვიდა. ამ მეორად სარგებელზე შემდეგ ვიმუშავეთ და მეორე სეანსზე ჩვეულებრივად უკვე დაუბრუნდა მეტყველება, რომელიც გამოწვეული იყო შიშიდან, ბავშვობაში მოხდარა. მეტყველებასთან დაკავშირებით 90%-ს მეტი ყოველთვის დაკავშირებულია შიშთან. ასევე გეტყვით კარგ მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან, კლიენტი, რომელიც სახლიდან ვერ გადიოდა, მარტო ვერ რჩებოდა. შახნის ასაკის ქალი მოვიდა, დავიწყეთ მუშაობა და არანაირი შედეგი არ გვაქვს. და აღმოჩნდა, რომ მასაც აქვს მეორადი სარგებელი მისი პრობლემიდან. და სარგებელი მდგომარეობდა იმაში, რომ როცა ეს პრობლემა აქვს, მის შვილებს მოჰყავთ შვილიშვილები მასთან თითქმის ყოველ დღე უტოვებდნენ მას, მარტო რომ არ დარჩენილიყო, ეს ქალი კი სახლში თავს ძალიან მშვენივრად გრძნობდა შვილიშვილების გარემოცვაში. ერთობოდა პატარებთან და მისი სარგებელი იყო, რომ მას ეშინოდა, როცა ამ პრობლემას მოაგვარებს, მერე აღარავინ მოიყვანდა მასთან მასე ხშირად ბავშვებს აღარ დატოვებდნენ და მასთან მასეთი ახლო ურთიერთობა აღარ ექნებოდა.
ხშირად ვერ ნახავდა და თავს მარტოსულად იგრძნობდა. და ზუსტად ეს მარტოსულად თავის გრძნობა იყო უფრო მტკივნეული, ვიდრე სახლში მარტო დარჩენა ან გარეთ გასვლა დამოუკიდებლად. ესეთი უცნაური და საინტერესო რამეა ჩვენი ქვეცნობიერი გონება. თქვენ კიდევ დააკვირდით შემოკარგებო, ძალიან ბევრი ადამიანი ხართ, ვისაც ესეთი მეორადი სარგებელი გაქვთ. თქვენი ამჟამინდელი პრობლემის მოგვარება არ გინდათ. ამიტომ დაუკვირდით თქვენს თავს და დაუსვით კითხვები და რამსთავარია უპასუხეთ გულახდილად. ხშირად თქვენ თვითონვე აღმოაჩენთ მეორად სარგებელს, რომლის გაცნობიერების შემდეგ თქვენ ნამდვილი პრობლემას მოაგვარებთ. ესენი შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლა იტანჯებიან, მაგრამ სამაგიეროდ. დიდ ყურადღებას იღებენ ამ ტანჯვიდან. ვაიმე, შენ რა ძლიერი ქალი ხარ, შენ რამდენს უძლებს, შენ რა ძალა გაქვს, შესაძოდაო შენ. ისინი ესეთი სახით იღებს ყურადღებას, აღიარებას, შეცოდებას და ასე შემდეგ, რაც მისთვის იმ დროს მნიშვნელოვანია. ყველამ თქვენს თავში ჩაიხედეთ და აღმოაჩენთ ბევრ საინტერესო რამეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, გულახდილები იქნებით. გისურვებთ შემოკარგებო ყველას ჯანმრთელობას და გამოიწერეთ ეს გვერდი. თქვენ აქ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას. თუ ვინმე გადაწყვეტ კონსულტაციაზე ჩაწერას, ჩემი თხოვნა იქნება ჩაეწერეთ მხოლოდ ის ხალხი, ვინც უკვე ყველა სხვა მეთოდის ცადეთ და შედეგი მაინც ვერ მიიღეთ. და ასევე სანამ ჩაეწერებით კონსულტაციაზე, უპასუხოთ ერთ კითხვაზე, რომ ავიღოთ საზომი 0-დან 10-მდე. რამდენად მტკივნეული და რთულია თქვენთვის ის პრობლემა, რომელიც ახლა გაქვთ. 10 არის ყველაზე რთული და აუტანელი. თუ პასუხი არის 8-ზე ნაკლები, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ ჩემი კლიენტი და გთხოვთ ნუ ჩაეწერებით კონსულტაციაზე, ამიტომ გთხოვთ, რომ დააფასეთ ჩემის და თქვენი ძვირფასი დროც. გისურვებთ შემოკარგებო კიდევ ერთხელ ყველას ჯანმრთელობას და გაუფრთხილდით საკუთარ თავს.